ეს არის ყოველწლიური მარში, რომელიც თითქმის ყოველ წელს უკვე 2010-იანი წლებიდან იმართება 2012 წლიდან საქართველოში და წინა წლები განსხვავებული იყო იმით, რომ ძირითადად იმ საკითხებზე ვცდილობდით საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას, რაც ქალების წინაშე იდგა ამ ქვეყანაში, რასაც სჭირდებოდა სისტემური ცვლილება, რასაც სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები და სხვადასხვა წელს კონტექსტის და სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა საკითხების წამოჭრას ვცდილობდით, შემდგომ ამ საკითხებზე იწყებოდა ხოლმე უფრო ფართომასშტაბიანი ადვოკატირების სამუშაოები. მაგრამ ბოლო მესამე წელია უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქალებს გვიწევს ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რაც ხდება უფლებრივ საკითხებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე აქვს სხვადასხვა კრიზისური გამოწვევები და აქ ქალებიც ეს ისეთ საკითხები, რომელიც პირდაპირ ეხებათ ქალებს. ამიტომ ძალიან რთულია ეხლა მაგალითად ვისაუბროთ რაღაც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, როცა ქვეყანა საერთოდ ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ამ ქვეყანას რა მოცემულობა იქნება, რა კურსი იქნება და იქნება თუ არა საერთოდ დემოკრატია, აი ამ საკითხების ეს საკითხები დგას დღის წესრიგში. ამიტომ რა თქმა უნდა, ქალები ყოველთვის იქ დგანან, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში ძალიან დიდწილად დგას ქალების უხილავ შრომაზე, მათ შორის ეს პროტესტის ასე დგას ბევრი ქალი ძალიან მნიშვნელოვან უხილავ შრომას ეწევა ამ პროტესტის დროსაც, მაგრამ მოხდა ისე რომ ასევე ძალიან მკაფიოდაც გაისმა ქალების ხმა, შეიძლება ითქვას რომ ამ პროტესტს პირდაპირ მნიშვნელობითაც თაკო ხელაძის სახით ქალის ხმა აქვს. და გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი დედა დგას დღეს გარეთ იმის გამო რომ მათი შვილები დღეს მძევლები არიან რეჟიმის, ამ ქალების გარდა უკვე მე-100 დღეა დღეს დგანან ისეთი ქალები, რიგითი ქალები, მაგალითად ქალები რომლებსაც ყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები, მცირეწლოვანი ბავშვების დედები, მრავალშვილიანი დედები და ქალები, რომლებიც ზრუნვის დიდ სამუშაოს ეწევიან დღისით მთელი დღის განმავლობაში სახლებში თან პარალელურად მუშაობენ და უწევთ, რომ საღამოები გაატარონ ქუჩებში ამ ორმაგი და სამაგი სამუშაო დღის შემდგომ. იმიტომ რომ ძალიან კარგად აცნობიერებენ ისინი, რომ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა და თუ კი არ გადადეს დღეს და მნიშვნელოვანი მსხვერპლი არ შეწირეს ამ ბრძოლას, მათი შვილების, მათი ოჯახის წევრების და მეგობრების შვილების თუ ასე შემდეგ ბედი და მომავალი არის ძალიან გაურკვეველი. ამიტომ ამ ქალების ხმა და როლი გამოჩნდება ხვალაც. ჩვენ ნახეთ ასევე და სოლიდარობის აქციები პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტის მზია მაღლობელის მხარდასაჭერად მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ როგორც ქვეყანაში, ესე მის ფარგლებს გარეთ ნახეთ არაერთი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით და მე მგონია რომ ალბათ წინამორბედელი აქცია გარკვეულწილად მზიასაც ეხება. მზიას სოლიდარობასაც ეძღვნება ნამდვილად, იმიტომ რომ მზია დღეს არის შეიძლება ითქვას, ახლა შეიძლება მე რაღაც მეშლება, მაგრამ დამოუკიდებლობის საქართველოში პირველი პოლიტპატიმარი ქალი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და იმ რეჟიმის მხილების სიმბოლოდ, რომელიც მთელს აი ამ აბსურდს მისი სასამართლო პროცესის კარგად გამოხატავს და მთელს იმ საქმეს, რა საქმისთვისაც ის არის დაპატიმრებული. ამიტომ ხვალ რა თქმა უნდა მზიას სოლიდარობა ერთ-ერთი მთავარი სათქმელია ჩვენ ქალების სხვადასხვა წრის, სხვადასხვა პროფესიის თუ შეხედულებების ქალები გამოუცხადებენ ხვალ სოლიდარობას მზიას და იმ დედებს პოლიტპატიმრების დედებსაც და ხვალ ამ აქციაზე დედებიც იქნებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის იმით, რომ კი 20-25 წლის 8 მარტს უფრო დამძიმებული ვითარებით ხდება საქართველო ქალთა უფლებების კუთხითაც. კიდევ აღნიშნავ, რომ პირველი პოლიტპატიმარი ქალი საქართველოს ისტორიაში სწორედ 20-25 წლის 8 მარტს ყავს საქართველოს და ის მასშტაბი არნახული ძალადობის, რომელიც
ქალთა მიმართ ხდება საჯარო სივრცეებში, ასეთი მასშტაბი ჩვენ არ გვქონია. გუშინ წინაც მოხდა ასეთი ძალადობა ორ გოგოზე და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური დასჯის არაერთი შემთხვევა ვნახეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში და ეს რაღაც ახალი ფორმაა ძალადობის, რაც საქმე. აი, დემონსტრაციებში მონაწილე ქალები, მაგალითად, მე არაერთის ისტორია მომისმენ, ისინი საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და აქ შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისე მათ შორის გაუპატიურების სექსუალურ შევიწრო. აი, ვისაუბროთ იმაზე, რამდენად გაზრდილია ეს მიზოგინიური ენა და სექსისტური განწყობები ამ თვალსაზრისით და კი, აი ძალიან შეცვლილია ვითარება და ამას აღნიშნავს ვცდილობდი, რომ აი 20-25 წელი მითაც განსხვავდება, რომ სულ სხვა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ და ძალადობის ფორმები მოგეხსენებათ მრავალფეროვანია, ხო, მათ შორის ეკონომიკურიც, ფსიქოლოგიურიც, მაგრამ ეს ზირთად ხდებოდა ოჯახებში, სამსახურებში, ან ისეთ საჯარო თვალს მიღმა. და ეს ხდებოდა რიგითი ადამიანების, პარტნიორების, ან ქმრების, ან ყოფილი ქმრების მხრიდან, ან უფროსების დასაქმების შემთხვევაში ხელმძღვანელების მხრიდან. მაგრამ ეხლა ჩვენ რასაც ვაწყობთ, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ძალადობა ქალებზე, შევიწროება სექსუალური და გაუპატიურების მუქარა მათ შორის და ეს ხდება პოლიციელების თუ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან და არა მხოლოდ მათ მხრიდან პირდაპირ ქვეყნის უმაღლესი პირების მხრიდანაც კი ისმის მუქარები და ძალადობის შემცველი თუ დამცინავი თუ შეურაცხყოფელი შეფასებები ქალების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის თუ სხვა მინისტრების თუ დეპუტატების, ეგრეთ წოდებული დეპუტატების მხრიდან, ხომ? ამიტომ რაღაცა სხვა მასშტაბის, სხვა შინაარსის და სხვა მოცემულობის წინაშე გავართ ახლა და იმასთან ერთად, რომ ამ ქვეყანაში გაზრდილი არის ძალადობის სტატისტიკა, იზრდება ყოველწლიურად და იმიტომ რომ აღარ მუშაობს ეფექტურად მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სხვა სტრუქტურები, რაც წინა წლებთან შედარებით ძალიან გაუარესებულია მათი მუშაობა. აი ამის ფონზე ძალიან საშიში მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რომ გაიზარდოს ფემიციდის შემთხვევები, იმიტომ რომ ეს პირდაპირ წახალისებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების და პირდაპირ საჯაროდ და ქუჩაში ხდება ეს ყველაფერი მათი ხელით. ამიტომ მათ ვის უნდა მოუწოდონ, მაგალითად, რომელ მოძალადე ქმარს ან კაცს, რომ ეს არ გააკეთოს, ან თუ კი ეს მოხდება, რომელ ქალს უნდა ჰქონდეს იმის ნდობა, რომ მიაკითხოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას და დაიცავს. მასიურად საუბრობენ ქალები იმაზე დღეს უკვე, რომ აღარ აქვთ იმედი პოლიციის, ისინი ვეღარ მიმართავენ პოლიციას და მათ შორის უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ სერვისს უწევენ ქალებს, ისინი საბობენ, რომ შემცირებულია მიმართვიანობა მათ დამი, იმიტომ რომ აღარ აქვთ იმედი, კი, აღარ აქვთ იმედი, ერთია რომ ქალებს გონიათ, რომ ეხლა სულ სხვა ბრძოლაშია ქვეყანა და შეიძლება საკუთარი პირადი პრობლემებიც არ უნდა შეაწუხონ და ეს საერთოდ არ არის სწორი მიდგომა და მე ყველას მოუწოდებ, რომ აუცილებლად მაინც განაცხადონ ამის შესახებ, იმიტომ რომ უფლებადაცვითი ორგანიზაციები მაინც ეცდებიან მათი უფლებების დაცვას, მაგრამ მეორე რომ არ აქვთ ნდობა პოლიციის მიმართ, რაც განსხვავებული იყო წინა წლებში ყოველწლიურად მეტნაკლებად იზრდებოდა ხოლმე ნდობა, იმიტომ რომ კანონების თუ სხვა სერვისების დახვეწით ვცდილობდით, რომ მათ შორის ნდობაც გაზრდილიყო პოლიციელების თუ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ეს მთლიანად დანგრეულია ეს ყველაფერი, ეს ნდობაც, სტრუქტურებიც და სათანადო რეაგირებაც. და ბოლოს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მინდა რომ ამაზეც მოვასწროთ საუბარი. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ქართული კანონმდებლობიდან ისეთი ტერმინების ამოღება, როგორებიცაა გენდერი, გენდერული იდენტობა, ავსნათ თუ შეიძლება, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს გადაწყვეტილება და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კანონმდებლობიდან გენდერის სამართლებრივი ცნების გაქრობა. კი, მთელი ამ წლების განმავლობაში გენდერული კანონმდებლობის და გენდერული თანასწორობის თუ ქალთა მიმართ ძალადობის კანონმდებლობის რეფორმირებას ვცდილობდით და ერთ რეგიონში ითვლებოდა ერთ-ერთ კარგ კანონმდებლობა ქონდა მათ შორის გენდერული მგრძნობელობის კუთხით და თანასწორობის კუთხით საქართველოს, მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება და ეს არის საგანგაშო სიგნალი იმის, რომ ქვეყანას პრიორიტეტი კი არა, პირდაპირი წინააღმდეგობა აქვს ამ საკითხების მიმართ, ქალების დასჯის რაღაცა სურვილს პირდაპირ ავლენენ და აცხადებენ და ეს კანონიც ერთგვარი ქალების დასჯის განაცხადია, ისევე როგორც გენდერული კვოტების გაუქმების სახით რაღაც დასაჯეს პოლიტიკურად აქტიური ქალები, მათ შორის თავისი კოლეგები, რომლებიც ძალიან ნერვებს უშლიდნენ პარლამენტში, წინა მოწვევის პარლამენტში და ესეც ერთგვარი მცდელობაა, იმიტომ რომ ბატონი მდინარაძის განცხადებაც იყო და ეს კარგად
გამოხატავდა ყველას განწყობას, რომ რაღაც ახალგაზრდა ქალები ძალიან განსაკუთრებულად აქტიურობენ და ეს როგორც ჩანს ძალიან ნერვებს უშლით და კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ქვეყანაში დამძიმებულია მდგომარეობა, რომ აი გენდერულ თანასწორობის კანონს გააუქმებენ თუ არა, გენდერულ თანასწორობის მნიშვნელობა შეცვლიან თუ არა, ეს აი რაღაცა მეასეხარისხოვან პრობლემად მოჩანს იმასთან შედარებით, რაც თუნდაც კანონმდებლობის დონეზე გააკეთეს, ხო, პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი შემოაქვთ, რაღაც ძალიან მძიმე და უფრო დანაშაულებრივი კანონები მიიღეს. ამიტომ კი, ესეც ძალიან სევდიანი და რაღაც სევდიანი საყურებელია, რაც ხდება დღეს, თუნდაც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ცვლილების კუთხით და კანონმდებლობის კუთხით, მაგრამ კი, მთავარია რომ ეს ბრძოლა დასრულდეს იმ შედეგით, რომ ამ ქვეყანაში არ გაიმარჯვოს რაღაც ავტორიტარიზმმა და იმან, რომ ამ ქვეყანამ საბოლოოდ შეიცვალოს და უარი თქვას დემოკრატიულ განვითარებაზე, თორემ ეს ყველაფერი შეცვლადი არის და მე მჯერა იმის, რომ საზოგადოების ცნობიერება სულ სხვაგან არის და თუ კი წინა წლებში ჭირდა კანონმდებლობის მოწესრიგება და დაწევა რაღაც ადამიანების განწყობებთან, ეხა ეს შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ ადამიანების ცნობიერება სულ სხვაგან არის და კანონმდებლობა უბრალოდ ეხლა უკვე პირიქით ჩამორჩება ადამიანების ცნობიერებას, იმიტომ რომ თანასწორობაზე შეთანხმებულია ეს საზოგადოება ნამდვილად, მათ შორის გენდერულ თანასწორობას.